2018 წლის 23 მაისს სტრასბურგის სასამართლოში ომის საქმეზე ბოლო მოსმენისას ჩვენ შეგვირდით, რომ ეს იქნებოდა ბრძოლა სიმართლისა და სამართლიანობისათვის და ამ ბრძოლაში კომპრომისი არ იქნებოდა. დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ ეს დაპირება არის შესრულებული და საქართველომ გაიმარჯვა 12 წლიან სახელმწიფოთა შორისო დავაში საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაადგინდა, რომ რუსეთმა 2008 წლის ომის პერიოდში განახორციელა და დაარღვია კონვენციის არაერთი მუხლი. ეს გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო 17 სასამართლოს დიდმა პალატამ, რომელიც არ საჩივრდება, მიიღო 17 მოსამართლის შემადგენლობით და დაადგინა, რომ რუსეთი ახორციელებდა ცხინვალის რეგიონზე და აფხაზეთზე ეფექტურ კონტროლს და აქედან გამომდინარე მას შეერაცხება პასუხისმგებლობა საქართველოს მოსახლეობის უფლებების დარღვევისათვის. შესაბამისად, სასამართლომ დაადასტურა საქართველოს მოთხოვნა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი ეს არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამასთან ერთად, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა. რაც შეეხება უშუალოდ მსჯელობას კონვენციის ცალკეული მუხლების დარღვევასთან დაკავშირებით, რუსეთმა დაარღვია შემდეგი უფლებები: წამების აკრძალვა, კონვენციის მესამე მუხლი. სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების არაადამიანური მოპყრობის და ღირსების შემლახველი მოპყრობისათვის. კერძოდ, სასამართლომ მიიჩნია დადგენილად, რომ რუსეთი პასუხისმგებელია როგორც ქართველი სამხედრო ტყვეების წამებისათვის, ასევე დაახლოებით 160 ქართველი სამოქალაქო პირის დაკავებისა და ცხინვალის იზოლატორში არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისათვის. მეორე, თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება, კონვენციის მეხუთე მუხლი. რუსეთის სამხედრო ძალებისა და მის მიერ კონტროლირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლების ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებამ აგრეთვე გამოიწვია ამ მუხლის დარღვევა. მესამე, მიმოსვლის თავისუფლება, კონვენციის მეოთხე დამატებითი ოქმის მეორე მუხლი, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება მერვე მუხლი და საკუთრების უფლება, კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი. ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა საქართველოს მთავრობის არგუმენტები რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ეთნიკურ წმენდასთან დაკავშირებით და დაადგინა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ცხინვალის რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მიზანმიმართულად ქართული სოფლების გადაწვის, ძარცვისა და განადგურებისათვის. ამგვარი ეთნიკური წმენდის შედეგად და განგრძობადი ოკუპაციის პირობებში ათასობით ქართველი იძულებული იქნა და გამოძევებული იქნა საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან და დღემდე ეზღუდებათ მიმოსვლის თავისუფლება, საკუთრებით სარგებლობისა და ოჯახის ცხოვრების დაცულობის უფლებები. მეოთხე, სიცოცხლის უფლება, კონვენციის მეორე მუხლი. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია სიცოცხლის უფლების პროცედურული ნაწილის დარღვევისათვის, რადგან არ გამოიძია ომის პერიოდში და მის შემდეგ საქართველოს მოსახლეობის მკვლელობები. აღნიშნული მკვლელობების გამოძიებაზე აღსრულების ეტაპზე უკვე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი განახორციელებს ზედამხედველობას. მეხუთე, რუსეთმა არ ითანამშრომლა სასამართლოსთან და ეს არის 38 მუხლის დარღვევა. კერძოდ,
ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის 38 მუხლი დარღვეულია რუსეთის ფედერაციის მიერ, რაც ეხება სასამართლოსთან თანამშრომლობის ვალდებულებას. საქართველოს სახელმწიფოსგან განსხვავებით, რუსეთის ფედერაციამ არ ითანამშრომლა ევროპულ სასამართლოსთან და არ წარადგინა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები აქტიურ საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით, რაც დაეხმარებოდა სასამართლოს საქმესთან დაკავშირებით დამატებითი ფაქტების დადგენაში. რაც შეეხება ზიანის ანაზღაურებას, დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, რუსეთის მიერ ევროპული კონვენციის დარღვევისათვის სამართლიანი დაკმაყოფილების და ზიანის ანაზღაურების საკითხი ცალკე პროცედურით გადაწყდება და მხარეებს პოზიციების წარსადგენად აქვთ 1 წელიწადი. სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს მთავრობის ყოველი საჯარო მოხელის ძალზე დიდი ტიტანური შრომის, თავდადების და პროფესიონალიზმის შედეგს. ამის გამო მინდა მადლობა გადაუხადო ყველა უწყებას და მის თანამშრომელს, ვინც ჩართული იყო 2008 წლის ომის საქმის წარმოებაში. მათ შორის პირველ რიგში იუსტიციის გუნდს და თეა წულუკიანს, ვისი ხელმძღვანელობითაც არსებით ეტაპზე 2013 წლიდან არსებითი განხილვის ეტაპზე ვიმუშავეთ და დღეისათვის უკვე ეს სამართლებრივი დავა დასრულდა. სტრასბურგის სასამართლოში დაკითხულ ქართველ მოწმეებს, რომელთა სამოქალაქო თავდადება და ღირსება აძლიერებდა იუსტიციის გუნდს და ძალასმატებდა საგამოძიებო უწყებებს და მათ თანამშრომლებს გაწეული ძალისხმევისათვის. ქართველ სამხედროებს, რა თქმა უნდა, ქართველ სამხედროებს, რომლებმაც ღირსეულად იბრძოლეს 2008 წელს და შესაძლებელი გახადეს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გამტკიცებისათვის ბრძოლა, სამართლებრივი საშუალებებით გაგვეგრძელებინა და მათ შორის სამხედრო საქმეებში ექსპერტებს, რომლებიც გვეხმარებოდნენ ამ საქმის წარმოებაში. მხოლოდ ასეთი ერთიანობით გახდა შესაძლებელი ამ ისტორიული გამარჯვების მიღწევა. ეს იყო ღირსების საქმე ამ ქვეყნისათვის და ჩვენ გავიმარჯვეთ.